1999 წლის ნოემბერში კანზასში მდებარე პატარა სოფელი ოსკალუზა შოკში ჩააგდო 14 წლის კამილა არფმანის გაუჩინარებამ. კამილა იყო ჰაიდი ბლედსოუს უმცროსი და, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა 23 წლის ფერმერ ფლოიდ ბლედსოუსთან, რომელიც ჰაიდისთან და მათ ორ პატარა შვილთან ერთად ცხოვრობდა იმავე სოფელში. 5 ნოემბერს, როგორც ყოველთვის, სკოლიდან სახლში მიმავალი კამილა ავტობუსიდან ჩამოვიდა ბლედსოუს ფერმის ტერიტორიაზე, მაგრამ სახლში არ შესულა. ხალხში სწრაფად გავრცელდა პანიკა. მეზობლებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი ძებნა დაიწყეს, ხოლო დროთა განმავლობაში შემაშფოთებელი დეტალები გამოიკვეთა. ერთმა ადგილობრივმა მონადირემ განაცხადა, რომ ფერმის ახლომახლო ახალგაზრდა ქალის საშინელი კივილი გაიგონა, რომელიც ყვიროდა, გთხოვთ, არაფერი დამიშავოთ, დამეხმარეთ. კივილი, როგორც ჩანს, მოდიოდა იმ ტერიტორიიდან, სადაც ბლედსოუს ფერმა იყო, სადაც ფლოიდი და მისი ოჯახი მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. 2 დღის ძებნის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ფლოიდის უფროსი ძმა, ტომ ბლედსოუ, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და კამილას მკვლელობა აღიარა. მან გამომძიებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ადგილი, სადაც კამილას ცხედარი იყო დამალული. პოლიციამ მალევე აღმოაჩინა მისი ცხედარი, რომელიც იყო მიწით, ფანერითა და ნაგვით დაფარული ბლედსოუს მშობლების კუთვნილი ნაკვეთის ტერიტორიაზე, სადაც ტომი ცხოვრობდა. კამილა იყო გაუპატიურებული და სხეულზე 4 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ტომმა ასევე ჩააბარა ჯენინგსის 9 მმ კალიბრის იარაღი, რომელზეც ჩატარებულმა ბალისტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ის იყო მკვლელობის იარაღი. ამ აღმოჩენების შემდეგ სამართალდამცავებს ხელთ ჰქონდათ მკაფიო მტკიცებულება. ტომ ბლედსოუ დააკავეს, ბრალი წარუდგინეს და ის დანაშაულის ერთადერთ შემსრულებლად იქნა აღიარებული. დაკავებიდან რამდენიმე დღეში საქმე მოულოდნელი მიმართულებით წავიდა. ტომ ბლედსოუმ, რომელმაც მანამდე დეტალურად აღიარა კამილა არფმანის მკვლელობა, მოულოდნელად უარი თქვა საკუთარ ჩვენებაზე. ამჯერად მან განაცხადა, რომ სინამდვილეში ეს დანაშაული მისი უმცროსი ძმის, ფლოიდ ბლედსოუს ჩადენილი იყო. ტომის თქმით, ფლოიდმა იგი აიძულა, რომ კამილას მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო და ემუქრებოდა, რომ გამოააშკარავებდა ტომის მიერ წარსულში ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებს იმ შემთხვევაში, თუ ტომი არ აიღებდა ბრალს საკუთარ თავზე. ამ შოკის მომგვრელმა ბრალდებამ განსაზღვრა ფლოიდის ცხოვრების მომდევნო 16 წელი. ტომის წინააღმდეგ არსებული უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, როგორიც იყო მკვლელობის იარაღი, კამილას სხეულის ზუსტი მდებარეობა და მისი თავდაპირველი აღიარება, კანზასის შტატმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ყველა ბრალი ტომის მიმართ მოხსნა. ნაცვლად ამისა, პროკურატურამ მთელი ყურადღება ფლოიდზე გადაიტანა. საქმე მის წინააღმდეგ თითქმის მთლიანად ეფუძნებოდა ტომის ჩვენებას, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერდნენ გამომძიებლები, რათა საქმე ფლოიდის წინააღმდეგ გადაწყვეტილიყო. მიუხედავად მისი ალიბისა, რომ ფლოიდი მკვლელობის მომენტში სამსახურში იმყოფებოდა და ფიზიკური მტკიცებულებების არქონისა, რომელიც მას დანაშაულის ადგილთან დააკავშირებდა. 2000 წელს ფლოიდ ბლედსოუ წარდგა სასამართლოში. მას ბრალი ედებოდა პირველი ხარისხის მკვლელობაში, გატაცებასა და არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში. პროკურატურის ბრალდება მეტწილად ეფუძნებოდა იმ ადამიანის ჩვენებას, რომელმაც თავდაპირველად თავად აღიარა მკვლელობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტომისა და ფლოიდის მშობლებმა სასამართლოზე ტომის მხარი დაიჭირეს და ამტკიცებდნენ, რომ მისნაირი სათნო ადამიანი ასეთ მძიმე დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, ფლოიდი დამნაშავედ ცნეს და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. ფლოიდ ბლედსოუს სასჯელი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ თავისუფლების აღკვეთა. ამან მთლიანად დაანგრია მისი ცხოვრება. 23 წლის ასაკში ის ახალგაზრდა ფერმერი, ჰაიდის ერთგული ქმარი და 2 პატარა შვილის მამა იყო. ერთ წამში კი ის გახდა პატიმარი ნომრით 70545. მან ასევე დაკარგა საკუთარი ფერმა და სახლი. სამართლებრივი ხარჯების დასაფარად, ფლოიდი იძულებული გახდა გაეყიდა 40 აკრი მიწის ნაკვეთი. მისმა მეუღლემ, ჰაიდიმ, მოითხოვა მასთან დაშორება და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ფლოიდს ჩამოერთვა მამობის უფლება. მისი შვილები მაშინ პატარები იყვნენ და ფლოიდი მათ ნახვას ვეღარასოდეს შეძლებდა.
ციხის ცხოვრება აუტანელი იყო. ფლოიდი მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა და ციხის სასტიკი რეალობა საკუთარ თავზე გამოსცადა. ერთ დღეს ის 5 პატიმარმა სასტიკად ცემა. ფლოიდმა ტვინის შერყევა მიიღო. ცემის მიზეზი მის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო. მარტივად რომ თქვათ, ციხეში ყველას ძულს პედოფილები და ბავშვის მკვლელები. ფლოიდი უფრო მძიმე დაზიანებებისგან და დიდი ალბათობით სიკვდილისგან იმან იხსნა, რომ ციხის დაცვა იქვე ახლოს იყო და პატიმრები, რომლებიც მას ცემდნენ, მალევე შეაჩერეს. ამ შემთხვევის შემდეგ ფლოიდი სამარტოო საკანში გადაიყვანეს, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა უიმედო იყო, მან უარი თქვა დანებებაზე. ფლოიდი დაუღალავად აგზავნიდა სააპელაციო სარჩელებს. წერილებს წერდა სხვადასხვა უფლებადამცველებს და ცდილობდა მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ყოველი სასამართლო სარჩელი და ყოველი თხოვნა იყო ნაბიჯი მისი წართმეული ცხოვრების დაბრუნებისკენ. ყოველდღიური ბრძოლა ციხეში გადარჩენისთვის. ოჯახისა და მთელი ქონების დაკარგვის შემდეგ მის ადგილას ბევრი დანებდებოდა, მაგრამ ფლოიდს ბრძოლის შეწყვეტაზე ფიქრიც კი არ სურდა. წლების განმავლობაში დაუღალავი შრომის შემდეგ ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც უკანონოდ გასამართლებული პატიმრების ციხიდან გამოშვებაზე მუშაობდა, ფლოიდ ბლედსოუს საქმით დაინტერესდა. მათი ყურადღება მიიქცია საქმის ზოგიერთმა მტკიცებულებამ, რომლებიც თავდაპირველი გამოძიების დროს იგნორირებული ან უგულებელყოფილი იყო. მათ შორის 1999 წელს აღებული ბიოლოგიური ნიმუშები, მათ შორის კამილა არფმანის სხეულიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები. წლების განმავლობაში დნმ-ის ნიმუშების შემოწმება საეჭვო გარემოებების გამო ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. თანამედროვე დნმ-ის ანალიზის ნებართვის მიღების შემდეგ გამომძიებლებმა მტკიცებულებები კიდევ ერთხელ შეამოწმეს. 2015 წლის სექტემბერში შედეგები გამოაცხადეს და ისინი შოკის მომგვრელი იყო. კამილას სხეულიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუში მთლიანად ემთხვეოდა ტომ ბლედსოუს, ფლოიდის უფროსი ძმის დნმ-ს. ფლოიდის დნმ-ი კი არც ერთ ნიმუშს არ დაემთხვა. ტესტირება აქ არ დასრულებულა. კამილას ტანსაცმელზე, მათ შორის წინდაზე, აღმოჩენილი დამატებითი დნმ-ის მტკიცებულებები მიუთითებდა ძმების მამაზე, რის გამოც გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა მამამისი ტომს დაეხმარა კამილას ცხედრის დამალვაში. ეს აღმოჩენები საბოლოოდ ადასტურებდა იმას, რასაც ფლოიდი 16 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, ის სრულიად უდანაშაულო იყო. წლების განმავლობაში უსამართლო განაჩენის ტვირთით ცხოვრება დასრულდა. ფლოიდ ბლედსოუს უდანაშაულობა საბოლოოდ დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდმა თავისი ოჯახი და ქონება წლების წინ დაკარდა, ბედმამას ბოლომდე ზურგი არ აქცია და 16 წლის შემდეგ მას ციხიდან გამოსვლის საშუალება მიეცა. დნმ-ის მტკიცებულებებმა არ დატოვეს ეჭვისთვის ადგილი. ტომ ბლედსოუ იყო ნამდვილი დამნაშავე კამილა არფმანის მკვლელობაში. 2 თვის შემდეგ, 2015 წლის ნოემბერში, ტომი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. სიკვდილის წინ მან დაწერა წერილი, რომელშიც ის აღიარებდა საკუთარ დანაშაულს. წერილში ტომმა დეტალებში აღიარა კამილა არფმანზე ძალადობა და მკვლელობა. ეჭვი აღარ იყო, რომ ფლოიდი სულიად უდანაშაულო იყო. აღიარებით წერილში მან დაწერა: მე უდანაშაულო კაცი გავაგზავნე ციხეში. დაუჯერებელია, მაგრამ ტომი კიდევ უფრო შორს წავიდა. ის ამტკიცებდა, რომ საქმის პროკურორი მას დაემუხრა და აიძულა ტყუილის თქმა. დნმ-ის ახალი მტკიცებულებებისა და ტომის აღიარებითი წერილის წყალობით, სამართლებრივი ბარიერები, რომლებიც ფლოიდს ციხეში აჩერებდნენ, საბოლოოდ მოიხსნა. 2015 წლის 8 დეკემბერს კანზასის სასამართლომ ოფიციალურად გააუქმა მისი განაჩენები და მოხსნა ყველა ბრალი. 16 წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ ფლოიდი სასამართლოს დარბაზიდან თავისუფალ კაცად გამოვიდა. გამართლების შემდეგ ფლოიდმა სასამართლოში იჩივლა და კომპენსაცია მოითხოვა ციხეში უსამართლოდ გატარებული წლების გამო. მან კომპენსაციის სახით $7.5 მილიონი მიიღო. დღეისათვის ფლოიდმა დაიბრუნა თავისი ცხოვრება. ის მეორედ დაქორწინდა და კვლავ გახდა მამა. შექმნა სიყვარულით სავსე ოჯახური გარემო, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ციხეში გატარებული წლებისგან. მან ასევე დააარსა ბლედსოუს სერენითი ჰომსტედ ჰაჩინსონში, ფერმა, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მისვლა და ფერმის ცხოვრებასთან გაცნობა.
ფლოიდ ბლედსოუს ისტორია არის შთამაგონებელი მაგალითი გამძლეობისა. იგი აჩვენებს უსამართლო დასჯის დამანგრეველ შედეგებს, ოჯახური ღალატის და სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებს. თუმცა, ის ასევე აჩვენებს ნებისყოფის, სიმართლისთვის ბრძოლისა და სამართლის მოთხოვნის ძალას. მემკვიდრეობა, რომელიც ბევრად ცდება ფლოიდის სიცოცხლეს, შეეხება საზოგადოებებს და ქმნის ცვლილებებს, რათა სხვებმა არ გამოიარონ იგივე ბედი.